მოდი დავიწყოთ თავიდან. ალბათ ბავშვობაში ძალიან ბევრ თქვენგანს გინდოდათ გამოსულიყავით ბალერინა, მეხანძრე, ექიმი. კიდე რა უნდათ ხოლმე ბავშვებში. ჩემმა შვილმა ვერ გადაწყვეტა რა უნდა რომ გამოვიდეს. ხან მენეჯერსიც ეხს, იმიტომ რომ ჩემი სამსახურიდან მარტო მენეჯერი დაიმახსოვრა. ხან ბალერინას ეხის, ხან პატრული ქალიო და ამიტომ იცვლება ხოლმე პრიორიტეტები. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, უკვე ხვდებით, რომ პროფესიის არჩევანის თემა არის ჩვენი საუბრების და ფიქრების ძირითადი საკითხი, თუ რა თქმა უნდა არ გავითვალისწინებთ რაღაც პირად ცხოვრებას, რაც განსაკუთრებით სტუდენტობის პერიოდში ძალიან აქტუალური და მწვავე არის ხოლმე. მე მოგიყვებით ორი სიტყვით ჩემ შესახებ, იმიტომ რომ მე უფრო კარგად ვისაუბროთ იმაზე, თუ რატო ვფიქრობ, რომ ჩემი გამოცდილება თქვენ საინტერესო უნდა იყოს. მე ვარ თეონი ბაღდავაძე, ვარ 29 წლის და მაქვს 14 წლიანი სამუშაო გამოცდილება. 15 წლიანი თითქმის. ჩემი პირველი სამუშაო იყო დილის გაზეთი, თქვენ შეიძლება არც გახსოვთ დილის გაზეთი. ჩემთვისაც იყო დილის გაზეთი, სადაც ვიყავ სტაჟიორი 3 თვე და ეს იყო, როცა ვიყავ 16 წლის. ამის შემდეგ იწყება ჩემი განსაკუთრებული სიყვარული გაზეთების მიმართ, იმიტომ რომ პირველი სამსახური მაინც რაც პირველი სიყვარულივით განსაკუთრებით შთამბეჭდავია. შემდეგ როგორ განვითარდა ჩემი ცხოვრება, დავამთავრე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და ამის შემდეგ 3 წლის მერე, პირველი 3 წლის მერე წავედი 1 წლიანი გაცვლითი პროგრამით იტალიაში. და იქ მივხვდი, რომ ჟურნალისტობა არ იყო ჩემი პროფესია. ყველას ძალიან გაუკვირდა, რომ მე სამჩნევი გავაკეთე, იმიტომ რომ ყველა მეუბნებოდა, რომ შენ ხარ მოწოდებით ჟურნალისტი, შენ ხარ ძალიან შენიქები კარგი ჟურნალისტი, გაქვს რაღაც კრიტიკული აზროვნების უნარი, რაც ჩემს ყველაზე დიდი კომპლიმენტია, რაც შეიძლება ადამიანს უთხრა, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ მივხვდი, რომ ვერა, ეს არაფერს არ ნიშნავდა, მიუხედავად რომ ჟურნალისტისთვის ეს თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ გააგრძელდა შემდეგ ჩემი კარიერა. იტალიაში ყოფნის დროს მომიწია როგორც მუშაობა, ასე სწავლა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და მივხვდი, რომ ამ პროფესიის უნარჩვევები არ იყო ის, რის იკეთებაც მე მინდოდა. აქედან მინდა დავიწყოთ და ვთქვა, რამდენიმე სულ 7 თეზისი მაქვს, იმიტომ რომ ბევრი ვიფიქრე ამ თემაზე და მინდოდა რომ თქვენც მოკლედ გამოცნო ჩემი აზრები. გაიცანით საკუთარი თავი. საკუთარი თავის გაცნობა და შეცნობა რაღაც ბევრი ფილოსოფიური დოქტრინის ძირითადი თემაა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან პრაქტიკული სამუშაო და პრაქტიკული დავალებაა. რა გინდათ ცხოვრებაში? როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება, ვთქვათ, იმ მომენტში და 10 წლის შემდეგ. ეს დაგეხმარება ძალიან ბევრ რამეში, პირველ რიგში იმაში, რომ პროფესიის არჩევა რატომ არის საპასუხისმგებლო თემა. სამწუხაროდ ძალიან ბევრ ადამიანს ვისწრებ, ვისაც რაღაც პირად არჩევანში არ გაუმართლა და შემდეგ რაღაც პერიოდის მერე მოუწია ამ არჩევანის თავიდან გაკეთება, მაგრამ ცოტას თუ ვისწრებ, ვისაც ეყო ამის გამბედაობა, რომ მთლიანად რადიკალურად შეეცვალა პროფესია. აქედან გამომდინარე, საკუთარი თავის შეცნობა, ოღონდ ეს არ არის რაღაც, როგორ ვთქვა, ზოგადი ცნება და ისეთი თემა, რომელსაც ვთქვა თქვენ ან მე ვერ შევძლებ. გაიცანით, რისი კეთება მოგწონთ და რა არის თქვენთვის პრიორიტეტი. აი, რა არის თქვენთვის პრიორიტეტი, რისი ახლა აკისრით რას გულისხმობ. ფული ყველას გიყვართ ალბათ. ვის არ უყვარს ფული? ვის უყვარს ფული და ვის უნდა რომ ბევრი ფული გქონდეს. ძალიან კარგი. მივედით პრაგმატულ საკითხამდე, რომელიც სამუშაოს არჩევასთან ძალიან მნიშვნელოვანია და რატომ ეს კითხვა. არსებობენ მაღალანაზღაურებადი და დაბალანაზღაურებადი პროფესიები, თუმცა არანაირად არ ნიშნავს, რომ დაბალანაზღაურებადი პროფესია ნაკლებად საპასუხისმგებლოა, ნაკლებად მნიშვნელოვანია. ზოგჯერ ხდება, რომ მაღალანაზღაურებადი პროფესიების მქონე ადამიანები მთელი ცხოვრება ოცნებობენ, რომ სხვა საქმით დაკავდნენ. მაგალითად, მე ვიცნობ ძალიან კარგ ფინანსურ მენეჯერებს, ვისთვისაც ოცნება არის, რომ იყვნენ მასწავლებლები, ან იყვნენ ექიმები, ანუ ადამიანები, ვისაც თქვათ რაღაცა სხვა უფრო სულიერი ღირებულებები აქვთ ცხოვრებაში, ნამდვილად შემილია ვთქვა, იმიტომ რომ მე PR სპეციალისტი ვარ, მართალია, მაგრამ მე ბიზნესზე ორიენტირებული ადამიანი უფრო ვარ, ვიდრე თქვათ ექიმი ან მასწავლებელი ან ბაღის მასწავლებელი, რომელსაც შეხება აქვს რაღაც ბავშვებთან 2-დან 5 წლამდე ან რაღაც დაწყების სკოლის მასწავლებლები მით უმეტეს. ამიტომ თქვენ მიუხედავად იმისა, რომ
თანხმდებით რაღაცას რომ ფული ყველას გვიყვარს და გჭირდება. ძალიან კარგად უნდა გავიაზროთ. არის კი ის კომფორტი მნიშვნელოვანი თქვენთვის, რაც ფულს გაძლევთ თუ რასაც ფული გაძლევთ თუ სხვა კომფორტი გჭირდებათ. მაგალითად საზოგადოებრივი აღიარება. ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სფეროს არჩევანი, საზოგადოების ურთიერთობების სფეროს არჩევანი ზუსტად ამ გადაწყვეტილებამ განაპირობა. მე ძალიან მომწონს ჩემი საზოგადოებრივი ცხოვრება. ზოგჯერ მაღიზიანებს მხლის, რაღაცებში ხელს მიშლის, მაგრამ მაინც ფაქტია, რომ მომწონს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ამას არ გავაკეთებდი. მე ვიყავი თავისუფალი ჩემ არჩევანში, რომ გამხდარიყავი იურისტი. შეიძლება უფრო მაღალანაზღაურებადი პროფესიონალი ყოფილიყავი, მაგრამ არ მექნებოდა ის ბენეფიტები, რაც ჩემს სამსახურს აქვს. ასე რომ პირველ რიგში გაიცანით საკუთარი თავი იმისთვის, რომ იცოდეთ რა არის თქვენთვის ღირებული. ეს საკმაოდ რთული არჩევანია, მით უმეტეს როცა საუბარია ალბათ 15-16-17 ასაკზე, იმიტომ რომ რაღაც ემოციური ფონია, ყველას გვინდა რომ ვიყავთ მხატვრები, რა ვიცი, ჩავაბაროთ ძალიან ბევრს, უბრალოდ ჩავაბაროთ სხვადასხვა არტისტულ მიმართულებაზე, იმიტომ რომ ამასაკის ადამიანების ცხოვრებაში არტისტიზმი ძალიან დიდ როლს თამაშობს. ამიტომ ყოველთვის ვფიქრობ, რომ რთულია ცხოვრებისეული არჩევანის გაკეთება ამ ასაკში, თუმცა რა გაეწყობა, ესე გვიწევს ჩვენ ყველაფრის კეთება. მე ძალიან ცოტა მოწოდებით ქიმიკოს ვიცნობ, მაგრამ ვიცნობდი ჩემ ასაკში ძალიან ბევრ მოწოდებით მხატვარს ან მსახიობს, რომელიც შემდეგ ბანკში მუშაობს. ესეც არ არის პრობლემა კვალიფიკაციის შესწავლაზე, ჩვენ შემდეგ გვისაუბრებთ, მაგრამ არჩეული გზა, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი თავი მოძებნოთ და თან საკუთარი თავის მოძების პარალელურად იგრძნოთ კომფორტულად თქვენს გარემოში ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე გაკვეთილი არის, რაზეც უკვე დავიწყეთ საუბარი, ძალიან დიდი ბოდიში. სწორედ განსაზღვროთ თქვენი პრიორიტეტები. ამაზე უკვე ჩვენ დავიწყეთ საუბარი, რა არის თქვენი პრიორიტეტი ცხოვრებაში. თუ თქვენ გსურთ მით უმეტეს გოგონებს და ბიჭებსაც ნამდვილად არ იქნება რაღაც არა გენდერ სენსიტიური, რომ ყავდეთ ოჯახი, ყავდეთ 4 შვილი და იყავთ მოწოდებით, უბრალოდ თქვენ სახლში ყოველთვის სუფევდეს ის შვილი გარემო, რაც რაღაც განსაკუთრებულად დიდ ოჯახებს ახლავს, ჩემთან სამწუხაროდ ესე არ ხდება, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დროს ვუთმობ ვთქვათ რაღაც ოჯახურ რიტუალებს, მაშინ თქვენთვის წუარდესობა არ არის საუკეთესო სამუშაო. იმიტომ რომ თქვენ მოგიწევთ, რომ ძალიან დიდი დრო დაუთმოთ თქვენს სამსახურს, ძალიან დიდი ემოცია და ძალიან დიდი ენერგია. ადამიანები ვიფიტებით, ვიღლებით, ასაკი გვემატება, აქედან გამომდინარე ყველაფერი ერთად სამწუხაროდ არ გამოდის. რაღაც მომენტში გვინდა რომ ვიყოთ, გავაკეთოთ ყველაფერი, მაგრამ შემდეგ სამწუხაროდ ცხოვრება გვეუბნება, რომ მოდი განსაზღვრე, რისი კეთება გინდა და რისი კეთება შეგიძლია. ამიტომ თქვენი ცხოვრების სტილი აუცილებლად უნდა იყოს განმაპირობებელი თქვენი პროფესიული არჩევანის. შესაბამისად, თუ თქვენ სწორად განსაზღვროთ იმ პრიორიტეტებს, რაც გაქვთ ცხოვრებაში, მაგალითად, შეიძლება თქვენ გინდოდეთ, რომ ძალიან დიდხანს ისწავლოთ ან კვლევებში მიიღოთ მონაწილეობა. მაშინ ძალიან კარგი იქნება, თუ თქვენ სამეცნიერო მიმართულებით წახვალთ, ან როგორც ჩემ შემთხვევაში რაღაც საზოგადოებრივი აღიარება იყო მნიშვნელოვანი, ან ზოგი ადამიანის შემთხვევაში, ვთქვათ, ოჯახური გარემო არის უფრო პრიორიტეტული და შესაბამისად პროფესიების დაგეგმვისას ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოთ. კიდე გაითვალისწინეთ ერთი რამ, რაც მე მინდა გითხრათ. ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, ეს არის ცოტა არა შეიძლება თქვენი შეხედვით არაპრაქტიკული და არატრადიციული მიდგომა საქართველოში პროფესიული არჩევანთან დაკავშირებით. როგორ ხდება პროფესიის არჩევა საქართველოში? აი, თქვენ მაგალითად როგორ გიფიქრიათ იმაზე ალბათ, რომ რა პროფესიის მინდა გამოვიდე და რა მოკვლევას ან ვის მიმართავთ რჩევისთვის, ან იქნება არავის არ მიმართავთ, რაღაც ტელევიზორში ნახეთ და ის მოგეწონათ, ან ვინ არიან ეს ადამიანები, ვისი აზრით თქვენთვის საინტერესოა, როდესაც ფიქრობთ პროფესიის არჩევაზე. ხო, აი ეს არის ზუსტად რა პასუხის მოსმენაც მინდოდა, რეალურად მშობლები არიან ეს ადამიანები, ვინც ჩვენს პროფესიულ არჩევანს ხშირ შემთხვევაში განაპირობებენ. მეგობრებიც, იმიტომ რომ ზოგჯერ ყოფილა რაღაც გოგონები ან ბიჭები, თქვათ რაღაც კლასიდან გადაწყვეტენ, რომ ერთი მიმართულებით წავიდნენ, ერთი მიმართულებით ისწავლონ იმუშავონ, იმიტომ რომ უბრალოდ ერთად უნდათ ყოფნა, მეტი ამის მიზეზი არაფერი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მშობლებს ხშირად არ ესმით ჩვენი.
მეც ხშირად არ მისმის ჩემი შვილის, მიუხედავად იმისა, რომ 6 წლის არის და ალბათ უფრო ნაკლები პრობლემები გვაქვს, ვიდრე გვექნება გარდატეხ სასახლეში, მაგრამ ეს ესეა. ჩემ შვილებსაც შეიძლება რაღაცები ჩემი არ ესმოდა, თუმცა ხარს მიჭერდნენ ყოველთვის იმ არჩევანში, რასაც ვაკეთებდი. ამიტომ თქვენ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ იმისთვის, რომ ზუსტად აირჩიოთ ის, რის იკეთებაც გინდათ და თქვა არ მოექცეთ მშობლების ან მეგობრების გავლენის ქვეშ. თუ თქვენი ოჯახის წევრების დიდ ნაწილს შეადგენენ, თქვა ექიმები ან იურისტები, სავარაუდოდ მშობლებს მოუდებათ, რომ მათი გარანტირებული გზა ან გაყვავილი გზა თქვენს აირჩიეთ. თუმცა ხდება ზოგჯერ, რომ ეს თქვენი არ არის. მე მყავს ძალიან წარმატებული მეგობარი, რომელიც იურიდიული დაამთავრა საქართველოში საფრანგეთში და ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური იურისტი შეეძლო რომ ყოფილიყო, თუმცა საკმაოდ მოზრდილ ასაკში 25 წლის ასაკში როცა უკვე ადამიანებიც კარიერულ წინსვლაზე არიან ორიენტირებული, მიხვდა რომ ეს მისი არ არის და გადაწყვიტა რომ ისწავლოს მოდის მარკეტინგი. ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ ბევრი ადამიანისთვის ეს იყო შოკის მომგვრელი, პირველ რიგში ოჯახის წევრებისთვის, მეუღლისთვის, იმიტომ რომ მთლიანად შეიცვალა ამ გოგომ ცხოვრების სტილი. აქედან გამომდინარე, თუ თქვენ თვლით, რომ ის, რასაც თქვა, თქვენი გარემოგეუბნება არ არის მიზანშეწონილი, მოდით და დროზე გამოუწყდით საკუთარ თავს. გამოუწყდით იმ პერიოდში, იმ ასაკში, თუმცა არასდროს გვიან არაფერი არ არის და მე ნამდვილად არ მჯერო რაღაც პროფესიონალიზმს აქვს თავისი ასაკი ან ჩარჩოები, მაგრამ გააკეთეთ ეს მაშინ, როდესაც თქვენ ხართ მაქსიმალურად მოქნილები. ანუ რა არის ცხოვრების საუკეთესო ეტაპი, რომ თქვენ ხართ მაქსიმალური მოქნილები და თქვენ ხელში არის კონტროლის მექანიზმი. პროფესიის არჩევა სწორედ ერთ-ერთი კონტროლის მექანიზმია. ამიტომ გააკეთეთ ისეთი არჩევანი, რომელიც დაგეხმარებათ, რომელიც შეცვლათ შემდეგ ან მარტივი იქნება, ან არ მოგიწევთ. ელემენტარულად ერთი მიზეზის გამო, რომ არ დაკარგოთ დრო, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამაც ჩვენ გვაქვს ცხოვრებაში. მესამე გაკვეთილი არის გაიცანით გარემო, სადაც ცხოვრობთ. ჩვენ ცხოვრობთ საქართველოში, თბილისში. ზოგი რა ვიცი, ქუთაისში, ზოგი სამეგრელოში, გურიაში, არ აქვს უშუალოდ. ჩვენ ცხოვრობთ ამ ქვეყანაში, სადაც არსებობს რაღაც კონკრეტული მოცემულობები, ისე როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, თქვათ, იტალია, საფრანგეთი, ნებისმიერი ადგილი, სადაც ხარ. არსებობს რაღაც პრიორიტეტები საზოგადოებრივი, რომელიც ძალიან განაპირობებს ჩვენი ცხოვრების სტილს. მაგალითად, ის რომ არსებობენ რაღაც პროფესიები, რომელიც არ არის ისეთი მაღალშემოსავლიანი, უბრალოდ არ არის ისეთი მაღალშემოსავლიანი და არ არის ისეთი წყალებში უთყვი დაფასებული საზოგადოების მხრიდან. ეს კონკრეტული წყობის ბრალი არ არის, ეს არის კონკრეტული მოცემულობა. ასე რომ თუ თქვენ პრაგმატულად მიუდგებით არჩევანს პროფესიასთან დაკავშირებით და არ იქნება ეს მხოლოდ ემოციური გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად ვთქვათ, რომ ემოციური გადაწყვეტილებები არსებობს ჩვენ ცხოვრებაში პროფესიასთან დაკავშირებით, თუმცა ემოციის გამორიცხვა არ არის საჭირო, იმიტომ რომ როგორც დალაი ლამამ თქვა, აირჩიეთ თქვენი საყვარელი პროფესია და თქვენ არც ერთი დღე არ იმუშავებთ ცხოვრებაში. მე ნამდვილად ესე გამიმართლა, ზოგჯერ ხელფასრო მიხდიან, მგონია რომ რაში გადამიხადეს ერთი რა გავაკეთე, იმიტომ რომ მე ყოველი ჩემი წუთი ჩემი სამუშაოსი ძალიან მაბედნიერებს. ასე რომ ეს გარემო პირობების მოთხოვნები და დამოკიდებულებები ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ რას ითხოვს ის გარემო, სადაც თქვენ ხართ. ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ თქვენი თავი არ ეწინააღმდეგება ჩემს წინა ნათქვამს და არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ თქვენი თავი გვერდზე გადადოთ და მხოლოდ გარემოზე დამოკიდებული უნდა გახდეთ. უბრალოდ ეს მოქნილობა, ასე ვთქვათ, ვერტიკალური და ჰორიზონტალური დამთხოვების ერთმანეთს ძალიან დაგეხმარებათ, რომ უკეთესი მომავალი გქონდეთ. ვთქვათ, ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვანთ, ალბათ ბევრს გსმენიათ, საზღვარგარეთ უშვებენ ძალიან წარმატებულ თუ პერსპექტიულ სტუდენტებს და არსებობს პრიორიტეტული დარგები, რომელსაც სახელმწიფო თვლის, რომ ამ დარგში აუცილებლად უნდა ჩადოს მეტი თანხა, მეტი ძალისხმევა და შესაბამისად მეტ სტუდენტს აქვს საშუალება, რომ მიიღოს ის განათლება, რომელსაც სამწუხაროდ საქართველოში ჩვენ ვერ ვიღებთ გარკვეული მიზეზების გამო. თუმცა რომც ვიღებდეთ უცხოეთში მიღებული არა იმიტომ, რომ უცხოეთი, უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენ გარემოს ვიცვლით და ჩვენს თავს ვიცნობთ უფრო კარგად. ასე რომ, თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული მყარად თქვენს არჩევანში, ძალიან პრაქტიკულად უნდა მოექცეთ, გაიცანით გარემო, სადაც ცხოვრობთ და გაიცანით ის შესაძლებლობები, რაც ამ გარემოში არის თქვენთვის. თქვათ, ძალიან მაღალი მოთხოვნა, უფრო სწორედ უფრო მოდა შეიძლება იყოს, მოდა შეიძლება დავუქვათ, იყო რაღაც
იურიდიული ან ექიმების მიმართულებით და ამან გამოიწვია ძალიან ბევრი ორდიპლომიანი ტაქსისტების ცნება, რომელიც ჩვენ კარგად ვიცით. ეს არ არის ამ ადამიანების ბრალი რეალურად, ეს არის ალბათ რაღაც სისტემის ბრალი, სადაც ყველას კონკრეტული პროფესია, დიპლომიანი პროფესია უნდა ქონოდა და სადაც არავინ აღიარებდა, რომ რაღაც თქვა კარგი თმის სტილისტი, რომელიც შეიძლება ბევრად შემოსავლიანად ცხოვრობს, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანი ან თუნდაც ტაქსის ძღველი, იმიტომ რომ მას მოსწონს მანქანის მართვა და არ აიძულა მან ცხოვრება მიკრისულიყო, იყო პროფესია. აქედან გამომდინარე, დიდი ხანი ადამიანები ცხოვრობდნენ ტყუილში და საკუთარ თავსაც ატყუებდნენ და ატყუებდნენ პირველ რიგში იყვნენ გარემოზე გაბრაზებულები. ერთი მარტივი მიზეზის გამო მათ გარემო არ გაიცნეს კარგად. ანუ ვერ მიხვდნენ რომ არ იყო საჭირო ამ ქვეყანაში რაღაც ყოველი მესამე ყოფილიყო იურისტი და საეჭვო წარმომავლობის უნივერსიტეტებში და ინსტიტუტებში გადაწყვიტა სწავლა მხოლოდ იმიტომ რომ მათ ჰქონდათ სახლში იურისტის დიპლომი. ექიმებთან დაკავშირებით იყო ესეთი ხუმრობა რომ კარგად ხოვდებოდნენ და მე რაღაც მოდელებს დავინახე ეს იმიტომ რომ რაღაც ვხედავ ხოლმე ძალიან კაშკაშა მოდელს და ხვდები რომ ძალიან მალე გათხოვდება და კარიერას თავს დაანებებს. ამიტომ ესეც იყო ალბათ ერთ-ერთი მიზეზი, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი დიპლომიანი ექიმი, რომელმაც რაღაც 6-7 წელი დაუთმეს სამსახურს და შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს არ არის მათი და ურჩევნიათ, რომ რაღაც ბავშვებთან გაატარონ მეტი დრო, ან საერთოდ არ იმუშაონ. ასე რომ გაიცანთ გარემო, ეს არის ჩემი თხოვნა და ეს არის ძალიან მარტივი, ანუ არ უნდა ამასაც ძალიან დიდი კვლევა, ელემენტარულად შეგიძლიათ ნახოთ რა პროფესიებზე არის მოთხოვნა, ამას ბევრი უნივერსიტეტი და ბევრი ინსტიტუტი გაძლევთ ამის საშუალებას და შემდეგ ამ გარემოდან გამომდინარე თქვენი მისწრაფებიდან გამომდინარე უკვე შეგიძლიათ რომ რაღაც ოპტიმალურ ვარიანტად მიხდით. თუ ეს რჩევაც არ მოგეწონათ, მაშინ გადავიდეთ მეოთხე რჩევაზე. გაკვეთილი. რატო დავარქვი ამ ყოველს გაკვეთილი? ჩემთვის არაფერი უთქვამს, როცა მე პროფესიას მირჩევდი. არავის არ ვადანაშაულებ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არც მიკითხავს ვინმესთვის. ეს არის ყველაფერი ჩემი გამოცდილება. შეიძლება მცდარი, შეიძლება არ არის მცდარი. თუმცა ჩვენ გზის სისწორეს ხვდებით მარტო მაშინ, როდესაც ვიცით, რომ ამ გზაზე სიარული მოგწონს. ძალიან რთულია, რომ რაღაც სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთ. თუ შენ ბედნიერი ხარ იმ პროფესიის შესაძლოა აკეთებ, მაშინ ეს პროფესია კარგად გაქვს არჩეული. ეს არის მთავარი. თუ შენ წუწუნებ და ხარ უკმაყოფილო და დილით სამსახურში წავსვა გეზარება, რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა მაღალანაზღაურებადი პროფესიონალი იყო, მე ვთვლი, რომ შენი ცხოვრება არ შედგა ისე, როგორც უნდა შემდგარიყო. გაიცანით იმ პროფესიის ადამიანები, რომელსაც თვლით, რომ საინტერესოა, რომელსაც საინტერესო თვლის ალბათ ისე მომეწეროს. ხდება რომ პროფესია არ არის მხოლოდ სამსახურში მისვლის საათები. ეს არის ცხოვრების სტილი, დამოკიდებულება, შეხედულება, ჩაცმულობა, მეგობრები, წრე, ყველაფერი. რაც არ უნდა გჯეროდეთ თქვენ რომ თქვენზე რაღაც გარემოებები გავლენას არ მოახდენს, მეც ესე ვჯეროდა და ალბათ ყველა ადამიანს. მაინც ხდება ისე რომ რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე იყოთ ან არ გინდოდეთ რაღაცის გაკეთება კონკრეტულ მომენტში, იმიტომ რომ კარიერის გადახვა არის სხვა საკითხები, თქვენ გიწევთ რომ ესე ვთქვათ თქვენი სოციალური ნიღაბი, მუშაკის ან ადამიანის როგორც მუშაობს, სახელზე მოირგოთ და მაქსიმალურად კომფორტულად, უბრალოდ სიამოვნებით ეცადეთ რომ სამუშაო შეასრულოთ. რატომ ვუსმევ ხას პროფესიის ადამიანების გაცნობას, რომელიც თქვენთვის არის საინტერესო. მაგალითად, PR-ის სფერო, სადაც მე ვმუშაობ, ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სტრესულ სფეროთ. ესე არის აღიარებული, რომ არის მესამე ადგილზე, პირველ ადგილზე არიან პილოტები, მეორე ადგილზე არიან ქირურგები, მესამეზე არიან PR-ის სპეციალისტები. ანუ ამ ყველაფრის უკან, რასაც თქვენ ხედავთ თუნდაც ჩემ პროფესიაში რაღაც საჯარო გამოსვლები, შეხვედრები, მედიასთან ურთიერთობა და ძალიან დიდი სამუშაო და ძალიან დიდი სტრესი არის. თუმცა მე არ გეტყვით, რომ ეს მარტო ჩემ სფეროზეა საუბარი. ნებისმიერ სფეროს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. ასე რომ ძალიან კარგი იქნება თუ ყავთ ახლობლები, თქვათ გინდათ რომ გამოხვიდეთ ეკონომისტი ან ფინანსისტი, ბანკში იმუშაოთ, ან რაღაც დაზღვევის სპეციალისტი, ან ტურიზმის, რომელიც ძალიან მოდური და პერსპექტიული მიმართულებით ითვლება საქართველოში. გაიცანით ის ადამიანები, ვინც ყოველდღიურად ამ პროფესიით არის დაკავებული. ამას მე რატომ გეუბნებით? ეს ნამდვილად ჩემი პირადი გამოცდილებაა. მიუხედავად იმისა, რომ მე ჟურნალისტობა ძალიან მინდოდა,
ერთი მარტივი მიზეზის გამო გადავიქრე. ცხოვრების წესი იყო ჩემთვის დამღლელი. ანუ მე არ შემეძლო ურეჟიმო ცხოვრების წესით ცხოვრება. ჟურნალისტებს თქვენ იცით, რომ გარკვეული ესე ვთქვათ 9-დან 6 სამსახური არ აქვს, რაღაც სიახლის ექსკლუზივის სიებაში არიან და მე როგორც კი მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი სფერო, ზუსტად ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, თორე ისე როგორც აღწერილობა პროფესიის მე ძალიან მომწონდა. ამიტომ თუ გაქვთ საშუალება რომ სტაჟირება გაიაროთ, ეს იქნება ძალიან კარგი. თუ ამ საშუალება არ არის, იმიტომ რომ სამწუხაროდ ყველა სულას კომპანიები ვერ აკმაყოფილებენ ამ მიმართულებით, გაიცანით და დაელაპარაკეთ იმ ადამიანებს, შეიძლება არც იცნობდეთ კიდეც პირადად, მაგრამ მიწერეთ მეილით, ხოლმე შეხოთ რა მოგიკითხათ და უბრალოდ მოგიყვებათ მისი სამუშაო დღესგან შედგება. ეს რა თქმა უნდა ძალიან განსხვავებულია, შეიძლება ორი იურისტის სამუშაო დღე შეადაროს აბსოლუტურად სხვადასხვა იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენ გარკვეულწილი წარმოდგენა გექნებათ იქამდე, რომ იქამდე სანამ პროფესიის არჩევას საბოლოოდ არჩევას გააკეთებთ. ანუ შესწრებით იმპროვიზირება. რატომ იმპროვიზირება? იმიტომ რომ ცხოვრება არის ძალიან ხანმოკლე იმისთვის, რომ ჩვენ რაღაცა ჩვენ ერთ არჩევანს მივეჯაჭვოთ, თუ ეს ჩვენი არჩევანი არ გვხდის ბედნიერს. დღეს ჩვენ საუბრობთ, ეს 4 გაკვეთილი იყო, ასე ვთქვათ, იმის მაჩვენებელი, რომ მინიმუმამდე დავუყანოთ რისკი, რომ რაღაც ასაკში მოგვიწიოს პროფესიული ცვლილება. თუმცა თუ ამის წინაშეს დადექით, არ შეგეშინდეთ და თამამად გადადგით ეს ნაბიჯი. იმიტომ რომ იმაზე ფიქრი რომ თქვენ რაღაც წლები დაკარგეთ, კიდევ უფრო მეტ წელს დაგაკარგინოთ. ასე როგორც კი შინაგანად იგრძნობთ, რომ დადგა მომენტი, რომ რაღაც სხვა აკეთებ, ახალი ან ახალ ეტაპზე გადახვიდეთ, აუცილებლად გააკეთეთ ეს ყოველ მიზეზს გარეშე. თუმცა იცოდეთ, რომ ამ ყველაფერს აქვს თავის დადებითი და უარყოფითი მხარეები. თქვენ თუ რაღაც სფეროში საკმაოდ წარმატებულები ხართ უკვე, ან ხვდებით, რომ წარმატებას მიაღწევთ და შემდეგ მოგიწევთ თავიდან სხვა სფეროში მუშაობა, თქვენ იგივე წარმატების გარანტია არ გაქვთ. ნებისმიერ ჩვენგანი ესეა, ჩვენ გარანტირებული ცხოვრება სამწუხაროდ არ გვაქვს. გარანტიები მარტო არის რაღაც დაზღვევაში, ისიც ფული უნდა გადაიხადოს. ამიტომ გარანტირებულ წარმატებას ხშირ შემთხვევაში ადამიანები ცოტა გაურკვეველ მომავალსაც ამჯობინებენ, თუმცა მე ამაში პრაქტიკულს ვაფერს ვერ ვხედავ. მე მიყვარს ადამიანები, ვისაც შეუძლიათ საკუთარი ბედის მართვა და ვინც არ წუწუნებს იმაზე, რომ გარემო მათ რაღაც კლიშეები ან სტანდარტის ქვეშ მოაქცია და ისინი ვერ იცვლებიან. თქვენ თავზე არ პასუხისმგებლობა, მაგრამ აუცილებლად იცოდეთ, რომ ამ ყველაფერს შეიძლება ფინანსური, შეიძლება დროის, ნერვების ან ემოციის დანაკარგიც მოსწრებს. მეექვსე გაკვეთილი. შექმნით საკუთარი სამუშაო. სამუშაო არ არის ფეხსაცმელი. ანუ ორი რაღაც მიყვარს ძალიან ფეხსაცმელი სამუშაო, თუმცა არ არის ფეხსაცმელი. თქვენ ვერ მოძებნეთ ხშირ შემთხვევაში ისეთ სამუშაოს, რომელიც იქნება მაქსიმალურად კომფორტული და თქვენზე მორგებული. ეს თქვენ უნდა შექმნათ. უნდა შექმნათ საკუთარი სამუშაო ან სამუშაო გარემო. ვაფასებ ადამიანებს, ვისაც აქვთ იმის ნიჭი, უნარი და გამბედაობა, რომ იყვნენ დამოუკიდებელი მეწარმეები, არავის არ იყვნენ დამოუკიდებლები. თუმცა ამას ძალიან დიდი ცოდნა და დიდი სიფრთხილე სჭირდება. ამას სჭირდება დიდი გამოცდილება. თუ თქვენ ამას ძალიან ახალგაზრდა ასაკში გადაწყვეტთ, დიდი შანსია, რომ მიიღოთ დიდი იმედგაცრუება, იმიტომ რომ სტარტაპების ან დაწყებითი საქმეების თითქმის 95% არის წარუმატებელი. ის წარმატება, რაც ჩვენ გვსმენია ნებისმიერ ზუკერბერგიდან დაწყებული სხვადასხვა ძალიან საინტერესო პიროვნების შესახებ, ის ჩვენ გვსმენია, იმიტომ რომ წარუმატებლობის მოსმენა და გაზიარება არ გვინდა. აქედან გამომდინარე, ძალიან თამამი გადაწყვეტილება აკეთა შენი საქმე, თუმცა უნდა იცოდე, რომ ეს შენი საქმის კეთება ხშირ შემთხვევაში დიდ რისკთან არის დაკავშირებული და მხოლოდ რჩეულების ხვედრი. ამიტომ შეგიძლიათ, რომ საკუთარი სამუშაო გარემო შექმნათ. არსებობს რაღაც მოგვენილი წესები, დაწერილი და უწერელი წესები, რომლის გვერდისავლაც ხშირ შემთხვევაში შეიძლება. არსებობს მოარული წესები, მოარული ხმები, როდესაც თქვენ იწყებთ რაღაც კორპორაციაში მუშაობას და გეუბნებიან, რომ ეს ასე არ შეიძლება, ან ეს ასე არ უნდა გაკეთდეს, უნდა გაკეთდეს სხვანაირად. აი, ვინ თქვა? ხშირ შემთხვევაში, როცა ვიწყებთ ძიებას პირველ წყაროს, საერთოდ არ ვიცით. უბრალოდ ეს არის რაღაც ლეგენდა, რომელიც ვიღაცამ შექმნა, კონკრეტულ მოცემულ სიტუაციას მოარგო და შემდეგ რაღაც რამდენიმე ადამიანს მოეწონა და გავრცელდა.
აქედან გამომდინარე, ეცადეთ რომ ამ ლეგენდებს არ აყვეთ და ძალიან კონკრეტულად, კორექტულად გაიგოთ, თქვათ ის სამუშაო გარემო, რისის შექმნაც, ანუ ის შეზღუდვები, რაც გაძლევს თქვენ პრობლემას იმისთვის, რომ შექმნათ საკუთარი სამუშაო გარემო. ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ და ამის გამეორება მე მგონი აღარ არის საჭირო, რომ პირველ რიგში ეს არის კომფორტი, საკუთარ თავთან და ჰარმონია, იმიტომ რომ მე არ მჯერა, რომ ადამიანები, ვისაც არ მოსწონთ თავის სამუშაო და ვისაც ეზარება დილით სამსახურში წასვლა, მე ძალიან არ მიყვარს დილით აღიძაბება, მაგრამ როცა სამუშაო არის ჩემთვის საინტერესო, ამას ყოველწლიურად ვაკეთებ, კარგ პროდუქტს ქმნიან ან არიან საზოგადოების ღირსეული წევრები. ამიტომ ეს რომ არ მოხდეს, როცა უკვე გააკეთებ პროფესიულ არჩევნებას, შეგეშინდებათ იმ დადგენილი წესების, რომელიც შეიძლება არც იყოს დადგენილი, უბრალოდ ადამიანებმა თავისი კომფორტისთვის მოიგონოს და შეგეშინდებათ იმ კითხვების, რომელიც თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ თუნდაც ავტორიტეტების მიმართ. ეს არის ძალიან კარგი თვისება, იყოთ კრიტიკულები და კრიტიკული ჯანსაღი კრიტიკა, არ ვიცი არა ჯანსაღი კრიტიკა, რას ნიშნავს ალბათ ლანძღვის შეგბილებული ფორმა, მაგრამ ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებში ყველანაირი გარემოს შეცვლა შეიძლება. ოღონდ რა თქმა უნდა, ეს არის კონკრეტული მოცემულობა და არა რაღაც გლობალური რევოლუციური ცვლილებები, რომლის მოხდენაც სამწუხაროდ არცე მარტივია. და მეშვიდე გაკვეთილი, ბოლო გაკვეთილი არის ის, რომ იმუშაო საკუთარ თავზე. ეს უნდა მოხდეს სულ. ჩემთვის თქვენთან შეხვედრაც კი საკუთარ თავზე მუშაობა, იმიტომ რომ მე ამ ტიპის ამ თემაზე არ მისაუბრია. მე ძალიან მაინტერესებს თქვენი შეფასებების დაბეჭდილება, რასაც ამასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ყველაზე ადამიანი მაშინ წყვეტს განვითარებას, ადამიანი არ წყვეტს განვითარებას, როცა რაღაცას აღწევს. ადამიანი მაშინ წყვეტს განვითარებას, როცა ის ფიქრობს, რომ ის წინ ვეღარ წავა და ის ვეღარ განვითარდება. ეს არის ძალიან მცდარი შეფასება. თუ თქვენ ამის ილუზია გაგიჩნდათ, ძალიან კარგი ხუმრობაა, რომ გადაშალეთ Forbes-ი და თუ თქვენი გვარი ვერ იპოვეთ Forbes-ის სიაში, მაშინ აუცილებლად არის გზა წინსვლისთვის და განვითარებისთვის. ეს არის სულ, რის თქმაც მინდოდა, არ მინდოდა, რომ ძალიან დიდაქტიკური ყოფილიყავდა, იმედია, თავი არ მოგაწყინეთ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ მოგწევთ.